მოგესალმებით, ბატონო მიხეილ. მოგესალმებით. ბატონო მიხეილ, გუშინ რუსეთმა აფხაზეთთან გააფორმა შეთანხმება, იგივე გეგმა არსებობს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითაც. როგორ აფასებთ თქვენ ამ ნაბიჯს? მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია მოხდა და როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების როლს ამ პროცესში? ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტობრივი ანექსია. რუსეთი წავიდა წარმოუდგენლად უფრო შორს ვიდრე 2008 წელს, როცა აღიარა ეს ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მაშინ აი ეს არავინ არ აღიარა ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად და ამიტომ რუსეთი წავიდა ბევრად უფრო წინ. მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ მე მინდა ყველა დავფიქრდეთ ამ ძალიან კრიტიკულ ისტორიულ მომენტზე, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს, ქართულმა ხალხმა, საქართველოს დღევანდელმა ივანიშვილის ხელისუფლებამ. მე მინდა ყველას უთხრა, თუ რატო დავდივარ მე პირადად კიევში. მე დავდივარ კიევში და ვეხმარები ჩემ მეგობარს პრეზიდენტ პოროშენკოს და ჩემ მეორე მეგობარს არსენი იაცენიუქს და ბევრ ჩვასვე მეგობრებს, ჩემ გუნდთან ერთად, ჩემ ხალხთან ერთად, იმიტომ რომ ამოდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. მე დავდივარ იქ, იმიტომ რომ უკრაინამ ჩვენი თემა 2008 წლის თემა 90-იანი წლების აფხაზეთის და ცხინვალის თემა გახადა ბევრად უფრო გასაგები დასავლეთისთვის და ბევრად უფრო გასაგები ცივილიზებული სამყაროსთვის. მე დავდივარ იქ, იმიტომ რომ ყველგან სადაც ხმა მიმიწვდება, უთხრა ყველას, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის იგივე, რაც არის დონბასი და ყირიმი. მაგრამ მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მე არა ვარ საქართველოს მოქმედი ხელისუფალი. გამოდივარ და ვიძახი, რომ ეს არის ერთი და იგივე, რათა მოგვაქციონ ყურადღება და მეორე დღეს გამოდის ფორმალური უთავმოყვარეო თავრობის თავმჯდომარე საქართველოს და იძახს, რომ ეს საერთოდ არაფერს კავშირში არ არის ერთმანეთთან, საერთოდ სხვა არის აფხაზეთი და საერთოდ სხვა არის ყირიმი. საერთოდ სხვა არის ცხინვალი და საერთოდ სხვა არის დონბასი. და ამას ეუბნება მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ყველა საერთაშორისო არხზე. გამოდივარ BBC-ზე და კორესპონდენტი მისვავს კითხვას მე ეთერის შემდეგ კი ეს ყველაფერი ილაპარაკეო, მაგრამ გუშინ მყავდა თქვენი პრემიერ-მინისტრი და სრულიად საწინააღმდეგო რაღაცები ილაპარაკო, რომელს დაუჯერებდა, რა თქმა უნდა, მოქმედ ხელისუფლებას დაუჯერებენ. თუმცა გუშინ ბატონო მიხეილ, გუშინ თუმცა ჩვენ მოვისმინეთ, წავიკითხეთ ყოველ შემთხვევაში, ვინაიდან წერილობითი განცხადება გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხელშეკრულება, ის ამბობს, არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. ახლა ის ამას აღიარებს. ეხლა მე დღეს მოვდივარ მეოთხე ტელეარხზე ვარ თქვენთან, რამდენიმე ამერიკულ არხს ჟურნალისტს ველაპარაკე. ერთი მაინც გამოვიდა რომელიმე ტელეარხზე, ერთი მაინც გამოვიდა სამარცხვინოთ აქ თავი ჩამალული და დღეს ლაპარაკობენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებაზე და დღეს ლაპარაკობენ აფხაზეთის რკინიგზაზე. აქ არის სიტუაცია ძალიან კონკრეტული. თქვა ღარიბაშვილმა და თქვა ივანიშვილმა. მანამდე ხო ამას აქ ისტორია. მე ვამბობდი, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ გავუბრაზეთ რუსეთი. მე ვამბობდი, რომ მათ ისინი დაგვესხნენ თავს ჩვენ 2008-ში. ივანიშვილი ამბობდა, საქართველოს დაიწყო ომი. მე ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა საერთაშორისო თანამეგობრობას მაქსიმალურად შევაწუხოთ და შევატყობინოთ. ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ არ უნდა გავხდეთ პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. გამოაცხადა ივანიშვილმა და მისმა ამ რაც ქვია პრემიერ-მინისტრმა ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური მიდგომაო რუსეთთან მიმართებაშიო და ჩვენ არ გავაკეთებთ იმას, რასაც უკრაინელები აკეთებდნენ. რაში გამოიხატება ეს უნიკალური მიდგომა? იმაში, რომ თქვა, რომ ჩვენ არ ჩავრეთ ჩვენ ურთიერთობაში დასავლეთს, რომ დასავლეთი გაიწვიოს გვერდით და ჩვენ გავარკვევთ ჩვენ ურთიერთობას რუსეთთან. მე მინდა კითხვა დასვა, თითოეულმა ქართულმა დასვას კითხვა. ივანიშვილის ზვიგენი რო არის დიდ აკვარიუმში. ივანიშვილი თავის შვილებს ჩაყრის და თვითონ ჩაუხტება ამ ზვიგენს მარტო და ღამეს გაატარებს მასთან ერთად აუზში. იგივე ზვიგენია რუსეთი. 90-იან წლებში შევარდნაძის დროს ამ ზვიგენთან ერთად ცურავდით ჩვენ მუდმივად ამ გროულ წყლებში და ხან ერთი ნაწილი მოგვაჭამა სხეულის და ხან მეორე. და ეხლა ეს უნდა გავაგრძელოთ იგივე პოლიტიკა თუ როცა ადამიანი დაგყურებს და გეუბნება შველა გჭირდება თუ არა, როგორც მინიმუმ რაღაცა ხელი უნდა გამოგიწოდოთ თუ არა, ეუბნები გაიწიე გვერდზე, მე თვითონ გავარკვევ ჩემ ურთიერთობას ამ ზვიგენს. ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი იგივეა, მოდის რესურსი დარჩენილი იმისათვის, რომ შექმნილი უკვე არსებული ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ცხინვალისთვისაც მზადდება იგივე ფაქტობრივად ანექსიის ხელშეკრულება.
ჩვენ გავუშვით წარმოუდგენელი რაოდენობის დრო, იმიტომ რომ თავარი რაც თვისაც ჩვენ უნდა მიგვაღწია. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი ამას ისედაც არ გააკეთებდა. ისე როგორც 2008-ში რაც არ უნდა გაუკეთებია, რუსეთი შემოიჭრებოდა. თავარი არის ის, რომ როცა უკრაინა უკვე მოხდა, რა ფასად დაუჯდებოდა ეს რუსეთს? დაუჯდებოდა თუ არა ეს ფასად ძალიან დიდი სანქციების. აი მაგალითად, ხვალ ვინ ჩადებს ფულს აფხაზეთში? ყირიმში რო ჩადებს ფულს, არავინ არ დევს ფულს, იცით რატო? ყველა ვინც ყირიმში ჩავა, ვეღარ იღებს ვიზას ევროპაში და ამერიკაში. ყველა ვინც ფულს ჩადებს ყირიმში ან დონბასში, ავტომატურად უყინავენ ანგარიშებს დასავლეთში. აი ეს არის სანქციები. საფხაზეთებს გავსი არაფერი არ ხდება. მერკელმა ჩემგან გაიგო ის რაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეტყობინა მერკელმა ილაპარაკა, მაგრამ მას შემდეგ რაც მე დეტალურად მოვყევი ამის შესახებ ბრიუსელში, მაგრამ ჩემგან უნდა იგებდეს გერმანიის კანცლერი, ევროპის ლიდერი პირველად ამ ბავს. იმ დღეებში, როცა აფხაზეთზე გამოაცხადა რუსეთმა, საქართველოს პრეზიდენტი ფორმალური გაემგზავრა 10 დღიანი ვიზიტით იაპონიაში, გეკონები იაპონიაში წყდება აფხაზეთის ბედი. ამათ გამოაცხადა, რომ იმავე დღეს გამოვიდა ღარიბაშვილი CNN-ზე და თქვა, რომ არანაირი პრობლემები არ აქვს რუსეთთან. და მერკელს იმავე დღეს რო ველაპარაკე, მითხარ თქვენ უпроსოდ 3 დღის შემდეგ პირველად მესმის შენგან თუ აფხაზეთზე რაღაც პრობლემა არისო. ეს რაზე მეტყველებს? ეს მეტყველებს იმას, რომ ჩვენ წარმოუდგენლად ჩამორჩით ამ სოფლიო პროცესებს. ეს მეტყველებს იმას, რომ ჩვენ დავჭით ერთ-ერთი აგრესორს. ეს ერთი, მეორე საკითხი. როცა ვლაპარაკობთ, ეხა აფხაზეთი თქვენ ნახეთ, რომ დაიწყეს ლაპარაკი აფხაზეთის რკინის გახსნას. დიახ, რკინისაზე ეს დეტალი იყო, რომელიც ერთ საათში ფაქტობრივად, როდესაც გაფორმდა ხელშეკრულება, ერთ საათში გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება იმის შესახებ, რომ ის მხარს დაუჭერს ამ პროექტს, რომ აფხაზეთზე გავლით რკინიგზა შეუერთდეს რუსეთს და შემდეგ ვლადისლავ სურკოვმა პუტინის თანაშემწემ დაამატა ამას, რომ ქართული ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება არც არასდროს ყოფილა წინააღმდეგი ასეთი პროექტის. თქვენ რას ფიქრობთ, რას მოიტანს ამ პროექტზე რეალური მუშაობის დაწყება? პირველ რიგში ქართულმა ხალხმა უნდა დასვას ერთი კითხვა. ის რომ რუსეთი ისტერიულად აშენებს გზას, რომელიც არის თბილისზე შეტევის პირდაპირ გზა, იმიტომ რომ ცხეთინას შეტევა ძალიან რთულია თბილისზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაშინ ავაშენებია მე 2008 წლის შემდეგ გამაგრებები თელთებზე გარშემო და ბეტონის ბუნკერები артиლერისთვის და ტანკებისთვის. აშენებს გზას კახეთიდან, რომელთაც ძალიან ადვილად შეიძლება დარტყმა თბილისზეც და დარტყმა შეიძლება აზერბაიჯანზეც და ამ საზღვრის გაკონტროლება. და 3 მილიარდი დახარჯა პუტინმა გზაზე. მას შემდეგ რა აი ამ კვირეებში, ამ თვეებში ინტენსიური და ყველა ვინც გვიყურებს ამას დღეს ქართველები უყურებენ რუსთავი ორს აფხაზეთში და ადასტურებენ რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რკინიგზის აღდგენაზე ოჩამჩირე ენგურის მონაკვეთზე. თქვენ გჯერათ ვინმეს? ვისთვის გჯერათ? საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აქამდე ამბობდა რომ არ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან ამ თემაზე და არაპირებს ამის გაკეთებას, თუ მათი ვინც უკვე რამდენიმე მილიარდი დახარჯა და ამბობს რომ ჩვენ მოლაპარაკებულად ყველაფერზე. ესე იგი თვალში დღისით ზისით გვაყრიან ნაცარს და თქვენ ზურგს უკან, ხალხის უკან ეს თვითამოყარეო მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებას. მეორე საკითხი, როცა ეხება რკინიგზას. ჩვენი კონცეფცია რა იყო? მე ვაშენებდი პორტს ლაზიკას პირდაპირ ადმინისტრაციული გაყოფის ხაზზე, ოკუპაციის ხაზზე. ლაზიკა რა იყო? ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი ეკონომიკური პროექტი საქართველოში და საერთოდ გადაწყვეტა უმუშევრობის პრობლემას დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ეს იყო პროექტი, რომელიც იქნებოდა წარმოუდგენელი მიზიდულობის ცენტრი აფხაზებისთვის. იმიტომ რომ აქ გაჩნდებოდა ნამდვილი შემოსავლები, ნამდვილი კომერცია, ნამდვილი ბიზნესები, ნამდვილი მიმოსვლა, მთელი ტვირთები, განსაკუთრებით ახლა როცა ოდესა გაჭედილია რუსულ-უკრაინის სიტუაციის გარდა, წამოვიდოდა ლაზიკაზე. რა გააკეთა პირველ ივანიშვილმა? დაბლოკა ლაზიკის პორტი, ესე იგი ჩვენი შანსი შვიდობიანი პროაქტიული პოლიტიკა გვეწარმოებია თუნდაც აფხაზებთან მიმართებაში. დღეს რო ლაპარაკობთ საქართველოს განვითარებას, რითი უნდა მივიზიდოთ ეს ლაზიკა გაჩერებულია და წადით ახლა ნახეთ ალაკლიაში, ზაფხულში ჩაატარეს იქ ფესტივალი. კარკასები დგას ჩონჩხები შენობების რამდენიმე შენობის ჩონჩხია რომელიც პება და იხწრება იმის გამო რომ ივანიშვილმა არ მისცა უფლება ამ შენობების გაჩერების და იმის მაგერად რომ ცენტრი განმოგვეტანა აქეთ ენგურის აქეთ პირდაპირ იქ დაგვეტო მათთვის აფხაზები რომ გამოდიდნენ გამოშტერებულები მიდიოდნენ ხოლმე უკან თუნდაც ანაკლიაში რამდენიმე სასტუმროს გავა წარმოიდგინეთ იქ რომ 2 წელი რო დაგცლოდა ხალხო 2 წელი რო დაგცლოდა და დაგვემთავრებია ეს პორტი 18 თვე უნდოდა კიდე და რო აგვეშენებია ეს უზარმაზარი პორტი და თავისი თელი შენობები და ყველაფერი რა და რა კრასნოდარი და რა სამხრეთის ოლქის ხელბასები ყველა აქეთ გადმოლაგდებოდა აფხაზეთზე და ვერც გააჩერდა რუსები შეასრულა თუ არა ჩემი აზრით ივანიშვილმა დაკვეთა რუსეთის ლაზიკის პორტის გაჩერებით რა თქმა უნდა შეასრულა ჩემი აზრით მაგრამ მოდით ერთი სიტყვით ერთი გავდოთ გვერდზე შეასრულა ივანიშვილი არის თუ არა პუტინის ბრძანებების პირდაპირ შემსრულებელი თუ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს თავისი წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის გამო ორივე შემთხვევაში
არის ეს წარმოუდგენელი არკომპეტენტურობა, თუ ეს არის პირდაპირ დავალება FSB-ს და რუსეთის და კრემლის, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე ერთ-ერთ ყველაზე უპრეცედენტო სახელმწიფო ღალატთან საქართველოს ისტორიაში. და ამას წყალი არ გაუვა და ეს არის ამას დაწერს ისტორიას და თუ ჩვენ ოდნავ მაინც ჩვენი ისტორია ვიცით. თუ არა მხოლოდ უახლოესი წარსულის, არამედ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია შეუცდომლად ქართველი ხალხი წესით ამას უნდა მიხვდეს. ბატონო მიხეილ, ამიტომ რა დიახ, ბატონო მიხეილ, თქვენ სახელს აფხაზეთი ამ დღეებში კიდევ უშუალოდაც დაუკავშირდა, ჩვენ ვნახეთ, რომ თქვენი პირადი ოპერატორი იყო დაბარებული დაკითხვაზე და იმ დროს, როდესაც აი ასეთი პროცესები ვითარდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით და მათ მოითხოვეს იმ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, სადაც ინახება იმ დროინდელი თქვენი გამოსვლები და შეხვედრები. თქვენმა ადვოკატმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ პროკურატურის რეალური მიზანი თქვენთვის ბრალის წაყენება გენოციდსა და ჰუმანიტარულ დანაშაულში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით? გუში დაიბარეს ჩემი პირადი ოპერატორი ტომასო შავშიშვილი, ყოფილი პირადი ოპერატორი, ახლა რა თქმა უნდა პირადი ოპერატორები აღარ მყავს, თუმცა ხანდახან ჩემ ღონისძიებებზე ახაც დადის ხოლმე. და გამოძიებას ჰქონდა კონკრეტულ რაღაცა, რომ ეუბნებოდნენ 2008 წლის 8 აგვისტოს იყო უშუალო საბჭოს ხდობა, რომელიც ვითომ ამან გადაიღო, სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავწყვიტოთ ოსები და საქმე არის აღძრული ოსების, ოსური მოსახლეობის გენოციდის მუხლით, ქართველების მიერ. ეს არის ის პერიოდი, როცა გიორგი ანწუხელიძე იბრძვის ცხინვალში და ჩვენი ათასობით გმირი. ეს არის ის პერიოდი 8 აგვისტო, როცა მეოთხე ბრიგადის მოწინავე ასეულმა დაჭრა გენერალი ხრულოვი, 58 არმიის, რუსეთის ყველაზე დიდი არმიის მეთაური და უკოაქცია პირველი სატანკო კოლონა. ეს არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ჩამოვყარეთ 14-მდე რუსული თვითმფრინავი. და თურმე ამ დროს ჩვენ ვიჯექით და ვსჯელობდით როგორ დავხოთ ოსები და ამას ეს არის ეგრეთ წოდებული მძინარე ცხინვალის დაბომბვის ეპიზოდი. იმავე დღეს გუშინვე გამოაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომ ისინი აღძრავენ საქმეს ჩემზე, აბსოლუტურად სინქრონულად ქართველებთან ერთად, აღძრავენ ჩემზე საქმეს გენოციდის მუხლით და მოითხოვენ ჩემს საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაცემას. დღეს რუსეთის დუმაში დაემუქრენ უკვე ლიტვის პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის ბედს გაიზიარებს, თუ გააგრძელებს ლიტვის სუვერენიტეტის დაცვას. მე მინდა უბრალოდ თქვა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ გამოდიან ახლა და იტყვიან რომ 2000 ჩვენ ის მაინც გავაკეთეთ რომ ომი გავაჩაღეთ 2008 წელს. 2008 წელს რუსეთი მოდიოდა არა რამდენიმე სოფლის ასაღებად ახალგორში ან კოდორში. თქვენ ახლა სერიოზულად გჯერა, მე მინდა თითოეულმა ქართულმა დაუსვას კითხვა, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა გადაარჩინა მაშინ საქართველოს და ქართულ ხალხს ართმევენ ამ თავის დიდ დამსახურებას რუსი პროპაგანდისტები. ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერება უნდა ჩაანაცვლონ რუსული RTR-ის, ORT-ს და ასავალ-დასავალის ლაყბობით. დღეს ერთ-ერთმა წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელმა ქეთი დოლიძემ სადღაც წავიკითხე, აქტიურმა ერთ-ერთმა თავარმა სპიკერმა ივანიშვილს განაცხადა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ აფხაზეთს ვერ ვიბრუნებთ და ვაღიაროთ ის. ესე რომ აიღიარებია ჩვენ წინაპრებს ტერიტორიები, ესე რომ დაერლიგებია ტერიტორიები. საქართველოსთან ნახევარი სოფელი აღარ დარჩებოდა. რუსეთი არის დაშლის პირას ბევრი კრიტერიუმით. ნავთობის ასეთ ჩამოვალის პირობებში, ეკონომიკური სანქციების პირობებში, იმის პირობებში, რომ გაჭედილია ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში და გაიჭედება აუცილებლად უკრაინაში, იმიტომ რომ პერსპექტივა უკრაინის დამარცხებას გრძელვადიანი რუსეთისთვის არა აქვს. აი ამ პირობებში როგორ შეიძლება რომ საქართველოს საფლავში ჩაყვეს ამ იმპერიას, როგორ თურქეთ-სელჩუკების იმპერია გაუჩინარდა და დავით აღმაშენებლა გაერთიანა საქართველოს, როგორც გიორგი წყინვალემ შეძლო სხვადასხვა იმპერიის ნანგრევებზე საქართველოს კონსოლიდირება. ეს პერიოდი რო დაგვიდგება, ამ პერიოდისთვის უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს და არა არ მივყვეთ ამ მოღალატეების ლაყბობას, რაც და როცა ლაპარაკობთ იმაზე, რომ 2008 წლის ომი მოდიოდა 100,000-იანი არმია თბილისზე. ვინმე ჯერა რომ 100,000 შემოიყვანეს ლიახვის ხეობის ასაღებად, არ არსებობს უკრაინაში, თელ სამხრეთში ყავთ შეყვანილი და აღმოსავლეთში, დღევანდელი მონაწილე 7,500 კაცი, 100,000 კაცი, 200 თვითმფრინავი შეუცდომლად მოდიოდა თელი საქართველოს დასაპყრობად და ის რომ თელი მსოფლიო დაგვიდგა, ის რომ რიგი დადგა სოფლიო პოლიტიკოსების, მერკელი, სარკოზი, ხუთი ლიდერი, ის რომ ქართველი ხალხი გამოვიდა და მეხუთე კოლონა ჩაწვა ბოლომდე და მართლა თავი ქონდა ჩაყოფილი. ამან გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დღეს ჩვენ პრაქტიკულად
ყოველგვარი გაბრძოლების გარეშე ვაბარებთ იმას, რასაც რუსეთს უკვე ხელი ჩაქნეული ქონდა ხალხო. იმიტომ რომ დღეს სულ სხვა სიტუაციაშია. დღეს თბილისში არის ქეთი დოლიძე, რომელიც არის ამათ თავარ სპიკერი, დღეს თბილისში არის ბურჯანაძე და ებად ყველა ხმას ამოიღეთ. დღეს თბილისში არის კგბ-ს ნამდვილივე გაცხადებული აგენტი. ერთხელ თქვენ გადაცემაში მოყავთ ჩაულებრივი კგბ-ს FSB-ს აგენტი, აი პირდაპირ სახეზე რო აწერია, რომ გამყიდველია და დღეს თქვენ გადაცემაში მონაწილეობს და საქართველოს თავრობის წევრი ქვია და ამ ეს საკითხები ავარია. დღეს არის ვორსკი ჩაულებრივი ფორმიანი ჩეკისტი, რომელიც მართავს საქართველოს პარლამენტს, პირდაპირ გამზადებული მეხუთე კოლონა ყავს თბილისში, გამზადებული გაზპრომის თავარი აქციონერი აკონტროლებს საქართველოს თავრობას, საქართველოს ჯარი პრაქტიკულად სისხლისგან იცლება, იმიტომ რომ თუნდაც ბოლო მოვლენება ძალიან კარგად გვაჩვენა, რას უკეთებენ სამხედრო ინდუსტრია, რომელიც სიმწრით შევქმნით ყოველი გრამი მისი გაჩერებულია და პრაქტიკულად დავაზუსტო მაყურებლისთვის გიავოლსკიც ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება, მაგრამ თქვენ გულისხმობდით პაატა ზაქარეიშვილს. მე გულისხმობ ის რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს ხალხი ყველანი არიან პირდაპირ მტრის ინტერესების მსახურები და ამ ხალხის აი ამ პირობებში, როცა აი ესეთ სიტუაცია, როცა მთავრობა ღიად ატარებს იმ ყველაფერს, რასაც რუსეთი გეუბნება, რუსეთი ხო რას გეუბნებათ ეს პერიოდი, გაწიათ გვერდზე დასავლეთი, შეწყვიტათ განვითარება, ჩამოშორეთ ამერიკულ კურსს, დააკვირდით რა საგანმანათლებლო ეს ყველაფერი კავშირში ერთმანეთთან. ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ჩემს გარდა ჭირისუფალი აღარავინ არ ყავს. რატო არის რომ მარტო მე ვახსენებ? ავაშენეთ სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტებთან ერთად ამერიკის ყველაზე მაგარი ცოდნის კერა, რომელიც პირველი რამოხურეს ამერიკული უნივერსიტეტი, მეორე რამოხურეს ამერიკული მასწავლებლების პროგრამა. ვის შეუტიეს განათლების სისტემას. ბატონო მიხეილ, ვინაიდან თქვენ განათლება და ბოდიში, იმ დღეებში, როცა განათლებას სანამ მე შეგიძლიათ ვკითხოთ, იმ დღეებში, როცა ხდებოდა აფხაზეთი. მე გამოდიოდი ვაშინგტონში ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკურ ცენტრში და აი იმ პირობებში გამომიგზავნეს საქართველოს ელჩი, რომელიც კარებს უნდა ატალახებდეს სახელმწიფო დეპარტამენტს ყველას და ყველგას უნდა უკაკუნებდეს, გვიშვერეთ, დაგვეხმარეთ ახლა მაინც დაგვიანებით და 3 საათი იჯდა ჩემ ღონისძიებას, რათა ეთქვა ერთი რაღაც, რომ სააკაშვილი გაცხოვრებთ სიცრუეში, თქვენ რომ ამბობთ, რომ ქართული რეფორმები იყო წარმატებული, არის სრული სისულელე და ეს კაცი ამაზე იხებს ხელფას. კახა ბენდუქიძე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე საქართველოში. მართლა დიდი მოაზროვნე, უკრაინის ეკონომიკის მინისტრად ნიშნავდნენ ამ კვირაში, ეს არ არის ჭორი, ეს შეგიძლიათ კითხოთ უკრაინელებს და ეს ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული. ან ვიცე-პრემიერობას თავაზობდნენ ეკონომიკის მინისტრობად. აი ესეთ პრეცედენტი მე არ ვიცი, რომ სხვა ქვეყნის შულს ჩააბარო, რომ ყველაზე გადამწყვეტ დროს საკუთარ ამხელა ქვეყნის ჩვენზე 10-ჯერ დიდი ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა. კახა ბენდუქიძეს ყველა შეხვედრაზე უგზავნიდნენ დიპლომატებს ზუსტად აფხაზის დღეებში და რათა ეთქვათ, რომ ჩვენ რომ კახა ბენდუქიძე არის კრიმინალი და რომ ის არის დასაჭერი. და ეს ილარიონომაც მოყვა ამას წინათ სამწუხაროდ ეს ამის მოწმეც ვარ. ასე რომ აი ამ სიტუაციაში, როცა ხოჩოს იგივე უკრაინაში ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენად, ეს იყო ევრობანკის პროექტი და საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ ნიკა გილაურს დანიშნავთ უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან. ესე იგი, პირდაპირ გვთიშავენ უკრაინასთან, პირდაპირ გვთიშავენ აზერბაიჯანთან, იმიტომ რომ რკინიგზის გახსნა აფხაზეთზე სხვა არაფერი არა, თუ არა აზერბაიჯანისთვის პრაქტიკულად ბლოკადის გამოცხადება ჩვენ თავარ მოკავშირესთან რეგიონში. პირდაპირ პრობლემებს გვქნია, მუდმივი პროპაგანდა არის ჩვენ სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ერთადერთი ვის მიმართაც არანაირი საყვედური თურმე არ გვეთქვის, ხანდახან ბოლომდე ვერ გაუგეთ ერთმანეთს, ყოფილა ის ვინც გვანაწევრებს და ვინც ბოლომდე ყოფა გვიტირა. ეს არის პოლიტიკა. თქვენ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ ცდილობს თქვენი თქმით დღევანდელი ხელისუფლება თქვენს გათიშვას ყველა პროცესიდან. მე კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო მაყურებლისთვის, თქვენ ამბობთ, რომ პროკურატურა ამ ეტაპზე ეძებს კადრებს, უნდა იპოვოს ისეთი კადრები, რომლითაც დადასტურდება, რომ ცხინვალში გენოციდს პირადად თქვენ გეგმავდით თანამოაზრეებთან ერთად და შემდეგ როგორ ფიქრობთ, უნდათ რომ მათ ბრალი წაგიყენონ და გამოაცხადონ თქვენზე საერთაშორისო ძებნა, რომ საბოლოოდ გაგთიშონ ყველა პროცესიდან. თქვენ ხო ნახეთ, დღეს რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დალია გრიბაუსკაიას, ეს არის ლიტვის ძალიან გამბედული პრეზიდენტი, რომელიც ჩამოსული იყო და სხვა შორის ივანიშვილი მკაცრად გააფრთხილა, იმიტომ რომ მაშინ ევროკავშირის თავმჯდომარე იყო ლიტვა, რომ არ აღეძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე და მიუხედავად ივანიშვილის დაპირებებისა, მე მითხრა, რომ მე გავფრთხილებ, რომ არ ჩახვიდე საქართველოში, იმიტომ რომ მაინც გააკეთებს, რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს ამას და ეს არ უთქვია, რომ დავალება აქვს მიღებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უგულისხმებოდა. გრიბაუსკაიას უთხრეს, რომ თუ გააგრძელებს ლიტვის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენ
აუცილებლად გაიზიარებს სააკაშვილის ეწრია. რუსეთის საათათვიოს თავმჯდომარე ჭირდება რუსეთს ჭირდება პრეცედენტის შექმნა, რომ ის ვინც იცავს თავის ქვეყანას. ის ვინც მიუხედავად მათ დაწოლეს და ამერიკელებიც თავაზობდნენ საქართველოს დატოვებას 2008-ში, როცა თბილისზე წამოვიდა მტერი. ის ვინც არ დათმოთ თავის ქვეყანა, ვის არცად არ გაიქცა, ფეხი არ მოიცვალა და მე ჩემზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ყველაზე და მათ შორის თლიანად ჩვენ ერთზე, ხალხზე. აი ეს ხალხი სამაგალითო დაისაჯოს, რომ მომავალში ვერავინ ვერ გაბედოს წინააღმდეგობის გაწევა. ის ვინც გაატარა წარმატებული რეფორმები, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ვერასოდეს მომავალში ვერ გაატაროს, ვერ შეძლოს რეფორმების გატარება. აი ეს უნდა დღეს რუსეთს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის ქმნის ამ პრეცედენტს, რა თქმა უნდა, ინტერესები ალბათ ემთხვევა ამათ ინტერესებს, მაგრამ როგორ უნდა შეხედოთ? თქვენ ამბობთ რეალურად, რომ საქართველოს პროკურატურა ცდილობს რუსეთის ინტერესების გატარებას. მე გვფიქრობ, რომ საქართველოს პროკურატურა პირდაპირ მონაწილეობს სახელმწიფო ღალატში ივანიშვილის დავალებით, იმიტომ რომ დღეს საქართველოს დადანაშაულება 2008 წლის ოსეთის გენოციდში, ეს არის ჯერ ერთი საერთაშორისო სამართლების საფუძვლის შექმნა, რომელიც უკვე დაიწყო ღარიბაშოვმა იმ განცხადებით, რომ თურმე აფხაზები თვითგამონკოვისთვის იბრძოდნენ 25 წელი და ეხლა თუ გენოციდით მოვაწყეთ ოსებს, მაშინ საერთოდ რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს, რომ ეს ტერიტორიები დაიბრუნოს საქართველოს? აუცილებლად რუსეთი დაიშლება, მაგრამ მე დაჯდებიან დიდი საერთაშორისო მომდამაშები და იტყვიან, უკრაინას რა თქმა უნდა ეკუთვნის, იმიტომ რომ უკრაინა ყველა აღიარებს, რომ სხერპლი ყო აგრესია, მაგრამ საქართველოს მაშინ მთავრობა თვითონ აღიარა მაგ დროისთვის, რა თქმა უნდა, იმედი მოშორებული იქნებიან ესენი და იქნებიან კიდევაც, მაგრამ ხო დარჩება ეს ქრონიკებში, რომ აღიარა, რომ ეს იყო თვითგამონკოვების ბრძოლა, აღიარა, რომ გენოციდი თვითონ მოაწყეს. მაშინ ეს ხალხი ალბათ იმსახურებს, მე ყველაზე უარეს სცენარს ვლაპარაკობ. მე ფიქრობ, აქამდე საქმე არ მივა, იმიტომ რომ მე ფიქრობ, ქართველი ხალხი ყველას მიუჩენს თავის ადგილს, იმიტომ რომ ის რაც ხდება, თუ ამათ მიიყვანეს ბოლომდე, ამის შედეგები იქნება საუკუნეების განმავლობაში უმძიმესი ტვირთი ქართველი ხალხისთვის სატარებლად. ჩვენ ეს უნდა ყველას კარგად გვესმოდეს. თქვენ უკვე აღარ იმყოფებოდით საქართველოში, როდესაც თბილისში გაიხსნა თქვენი სახელობის ბიბლიოთეკა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციებს მართავენ სწორედ ამ ბიბლიოთეკის წინ და ისინი მოითხოვენ, რომ ეს ბიბლიოთეკა დაიხუროს. ისინი ამბობენ, რომ დაუშვებელია, რომ საქართველოში არსებობდეს თქვენი სახელობის ბიბლიოთეკა. მე ხშირად მეკითხებიან, რატო დავდივარ დაცვის გარეშე ნიუ-იორკში, რატო არ მყავს ლიმუზინები, პერსონალური მძღოლები და ასე შემდეგ. ის ფული, რომელიც ძალიან ბევრმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა სხვილმა ბიზნესმენებმა შეუთავაზეს გადადგომის შემდეგ, იმიტომ რომ არასოდეს კაპიკი არ გამომირთმევია პრეზიდენტობის დროს და ეს დაფასებული იქნა სათანადოდ, იმისაც რომ მომეწყო ჩემი პირადი ცხოვრება, მთლიანად ავიღე და ჩავდი ამ ბიბლიოთეკაში. იქ არის პრაქტიკულად ისეთი წიგნები, რომელიც მე თვითონ ვაგროვებდი თემსოფლიოს ბიბლიოთეკებში, 80% ინგლისურად არის სამწუხაროდ, მაგრამ არის ქართული წიგნებიც, სხვა ენაზე წიგნებიც. სამწუხაროდ და ყველა შეიძლება ვერ კითხულობდეს ჯერ, იმიტომ რომ მაგრამ ვისაც არის საინტერესო, ეს იქ არის დადოს ათასობით სტუდენტი ყოველ კვირას და იღებს განათლებას. და ეს არ არის პოლიტიკური პროექტი, მაგრამ მე ერთ რაღაცაზე მინდა დავფიქრდეთ. დღეს ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთადერთი რამ რაც აშენდა ქალაქ თბილისში. ეს არის ჩემი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. მე მინდა ყველა დასვას ეს კითხვა. თბილისი არის გაჭედილი საცობებში. იციან თბილისელებმა, რომ ეს შეიძლება ერთ დღეში გადაწყდეს, საერთოდ არ იყოს საცობები. 200 მილიონი დავხარჯეთ შემოვლით გზაზე. აი როგორ თავის დროზე 30-იან წლებში სანაპირო გაიჭრა თბილისში და პრაქტიკულად ყველა ცენტრი გაინტვირთა. ეხლა როგორც კი გაიხსნება შემოვლითი გზა, რომელიც ბევრად უფრო დიდი გამტარიანობისაა ვიდრე სანაპირო, ორი სანაპირო მარცხენა მარჯვენა. მთელი მოძრაობა, რაც ეხლა თბილისის გარეუბნებიდან ჩამოდის თბილისის ცენტრში, გადავა ავტომატურად ამ გზაზე და პრაქტიკულად არც ერთ ადგილზე თბილისში არ იქნება არც ერთი საცობი. რატო არ იხსნება ეს გზა, რომელიც უკვე არის გამზადებული, 12 ხიდი აშენდა, რამდენიმე გვირაბი აშენდა, მე თვითონ ყოველ დღე დავდიოდი და გიგი უგლავა ვამოწვევთ ამ პროექტის მიმდინარეობას, იმიტომ რომ ივანიშვილმა ჩვენ ჯინაზე პირადი ბოღმის გამო თავიდან ბოლომდე თვითონ დაბლოკა ეს პროექტი. იქ არის დარჩენილი 3 კვირის სამუშაოები, რომ ეს გაიხსნა და თბილისი დარჩეს საცობების გარეშე. მე ამას იმიტომ ვლაბძახი, რომ ეს ეთყობა ყოველდღიურად ჩვენ ცხოვრებას. 10 ლარით გამოაცხადეს პენსიის გაზრდა. იმ პირობებში, როცა ეს 10 ლარი უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ, რომელიც მოხდა, იმიტომ რომ პროდუქტების 80%, რომელსაც ეს პენსიონერი მოიხმარს, არის შემოტანილი და ესე გაგვიძვირდა ამათი ყიდვა. გაზარდეს რის ხარჯზე? თამბაქოს აქციის ხარჯზე. პენსიონერა სიგარეტს არ ეწევა. თუ ეს როგორ არის? თუ მისი რომელი ჯიბიდან
უნდა ამოიღოს ეს. და როდესაც აი ამას აკეთებ, როდესაც რეალურად ორადორი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დღეს საქართველოში მიდის, არის ავარეთ-კახეთის გზა, საქართველოს დაპყრობის ახალი რუსული სამხედრო გზა და ეს არის ოჩამჩირე ენგურის მონაკვეთი, ესე იგი მეორე გზა მთელი კავკასიის დაპყრობის, იმიტომ რომ რუსეთს ეს ჭირდება, რა თქმა უნდა, სამხედრო მიზნით. ამ პირობებში ყველა ინფრასტრუქტურის გაჩერება, ლაზიკის გაჩერება, გზების კვეთრის შენელება, თბილისის შემოვლით გზის გაჩერება, ბათუმის ტექნოლოგიური ამერიკული უნივერსიტეტის დახურვა. ამასთან შედარებით, ჩემი ბიბლიოთეკა საერთოდ შეიძლება მეასე ხარისხოვად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ეს არის სიმბოლო, მე არ ვიცი ბოლო აწლეულების განმავლობაში სოფლიოში თუ არ ჩავთვლით ხუნვიაობინებს ჩინეთში და ფაშისტებს გერმანიაში მეორე სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოდის ბიბლიოთეკის დახურვის მოთხოვნით, პოლიტიკური მიზნების გამო და წიგნების აკრძალვის მოთხოვნით. ეს არის ეთყობა ის გასაოცარი დემოკრატია, რომელსაც ვაოცებდით თელ სოფლიოს და მე უბრალოდ მართლა გავიხსენოთ უბრალოდ რა ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ უყვებოდა დევნილებს, რომ სახს კი არ აგიშენებთ მარტო. სახს აგიშენებთ, ეხლა რუსებს ველაპარაკებიო. ნუ ეს ახლა ისეც არ აგიშენებთ თქვათ როგორშიც მე ცხოვრობ, მაგრამ ჯერო ხეხილს შევიყვანთო, ძროხებსო, იქ დაგირგავთო რაღაცეებსო, ინფრასტრუქტურას მოგიწყოთ. მე სახს გიყიდითო, იქ იქნება 3 საწოლი ოთახი, 1 ის ოთახი, ამას რო უყვებოდა დეტალურად. ერთი საკითხი რო თქვათ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დავბრუნდებით აფხაზეთში. ებრაელები ყოველ წელს ამბობდნენ, რომ მომავალ წელს იერუსალიმში, ჩვენ ყო უნდა ვიძახოთ, რომ მომავალ წელს სოხუმში. და ბევრად უფრო მალე მოხდება ეს, ვიდრე ებრაელები დაბრუნდნენ იერუსალიმში. რა თქმა უნდა და მოხდება ამ თაობაში. რა თქმა უნდა, რუსეთს დიდი ბედი არ უწერია. რა თქმა უნდა, საქართველოს აქ უნიკალური პოტენციალი დღეს ჩაკიდოს ხელი თავის მოკავშირეებს და გააგრძელოს თავის ბუნებრივი განვითარების გზა. მაგრამ ამისათვის საჭიროა ქართული საზოგადოების ერთიანობა. არ შემიძლია არ თქვა, რომ ამ ერთიანობის დემონსტრაცია იყო 15 ნოემბერი, მაგრამ ბევრად მეტი ფართო ერთობა გვჭირდება. ბევრად მეტი ხელში ჩაკიდება. ეხლა წყენები და ყველაფერი ბოღმა გვერდზე უნდა გავდოთ. ეხლა არ არის დრო დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, საჭიროა რეაქცია ამ ყველაფერზე, რაც ხდება, მაგრამ არც პირადი ანგარიშწორების, არც შემდგომი რაღაც მით უმეტეს შურისძიების. საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო შურისძიებაზე და ანგარიშწორებაზე. საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო მით უმეტეს ერთი დაულაგებელი, დაბოღმილი, უცხო ინტერესების გამტარებელი ოლიგარქის ხუშტურებზე სიარული. საქართველოს აქვს, მე დარწმუნებული ვარ, წარმოუდგენლად დიდი პერსპექტივები, მაგრამ ის რომ ვიძახოთ, რომ 21 საუკუნეში შუქი არ უნდა გვიკვირდეს, არ უნდა მართლა არ უნდა გვიკვირდეს 21 საუკუნეში შუქი, მაგრამ არის ძალიან მარტივი რაღაც, მე ყოველთვის ვიძახოთ, ან იპარავ, ან აშენებ. ორივე ერთად არ გამოდის. და სამწუხაროდ ჩვენ ვიყავით შენების გზაზე და ჩვენ გადავით ოპერაციაზე. ეხლა საკმარისად შეგვიძლია. ბოდი საკმარისად შეგვიძლია შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მე ვინეს მოუწოდებ წარსულისკენ დაბრუნებისკენ. წარსული ერთ დინარებში ორჯერ ვერ შეხვალ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა საქართველოს საჭირო ახალი სისხლი. ის ვინც ბიუროკრატი გახდა, ის ვინც ჩარჩა თუნდაც უახლეს წარსულში. ის ვინც არ უნდა დაბრუნდნენ იმ კაბინეტებში. ახალი ხალხი უნდა მოვიდეს, მაგრამ ის ხალხი, ვისაც გულის შესკივა საქართველოს, მართლა უნდა საქართველოს და მე კახას ლოზუნგი იყო ბენდუქიძეს, ცოდნა, თავისუფლება და შრომა. მინდა ვთქვა, რომ ამ პრინციპით უნდა მოვიდეს და ის ვინც დღეს ჩემ ბიბლიოთეკაში შევარდნას ლამობს, ეს არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელება, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დახურვა, ინგლისური სწავლების აკრძალვა, პრაქტიკულად გაუქმება ამერიკული მასწავლებლების, კახას უნივერსიტეტების და სხვა სასწავლო დაწესებულების შეხვედრა, სხვა შორის საპრეზიდენტო პროგრამის გაუქმება, უცხოეთში სტუდენტების გაგზავნის და ეს ყველაფერი არის გათვლილი იმაზე, რომ გაუნათლებელიერი არის ძალიან სწრაფად ივიწყებს თავის უახლეს წარსულსაც კი და ასევე ვერ სვავს თავის თავს სოფლიო კონტექსტში. საქართველოს ბევრად უფრო ძლიერია იმისათვის, რომ თუნდაც 2 წელიწადში არ დაგვიყვანოს სიმნერის გზაზე. ეს სიმნერე დასრულდება და ჩვენ გავალთ ისევ ნათელ ბილიკზე, მაგრამ ამისთვის ეხლა როგორც სარაზროს საჭიროა ხალხო ჩვენი კონსოლიდაცია. სხვა ალტერნატივა კონსოლიდაციას ეხლა ჩვენი გადარჩენა არის ქართველი ხალხის ხელში. ეს ვეღარ გაგრძელდება, ვერ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვერდებოდა ნიუ-იორკიდან.